გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩაგვივარდა ხელში მორიგი მკვდარი მანქანა, რომლის ძრავით ისევ და ისევ არ მუშაობს. და თუ რა მანქანა არის ეს, წამოდით ვნახოთ ერთად, ევაკუატორზე დევს ზემოთ, ჯერ არ ჩამომიღია ევაკუატორიდან და სანამ გარაჟში შემოვაგორებდეთ, წავიდეთ უცებ, გადავავლოთ წყალი ავტოსამრეცხაოზე. რომ ჭუჭყიანი და ბინძური მანქანა გარაჟში არ შემოვიყვანოთ. თუ რა მანქანა არის, ეხლა ვენახავთ. ასეთი მანქანა ზუსტად იგივე მოდელი. მყავდა რამოდენიმე ხნის წინ. უბრალოდ მყავდა მე. გასაკეთებლად, რომლის ძრავიც ასევე დაზიანებული იყო და იგივე პრობლემით არის ეს მანქანაც. და ეს ნათელი მაგალითი იქნება იმის, თუ რა ემართება ერთი და იგივე ძრავებს, ერთი და იგივე ფირმისას და ერთი და იგივე მოდელის ავტომობილებს, დაავადებასავით ასე რომ ვთქვათ, ყველას აქვს რაღაცა თავისი სისუსტე, რომელიც ადრე თუ გვიან ავლენს თავს. აი ეს ავტომობილი არის, ხედავთ, ისევ Volkswagen-ი და ისევ Polo. ლურჯი Polo ალბათ გახსოვთ, ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს, რომელსაც დაზიანებული ქონდა. ცეპის დაზიანება ქონდა და ძრავი იყო დაზიანებული. იგივე პრობლემა აქვს ამ ავტომობილს, არ იქოქება და როგორც მისმა პატრონმა თქვა, პროფილაქტიკაში მიყვანის შემდეგ უთხრეს, რომ მისი ცეპი არის დაზიანებული და უნდა შეიცვალოს, მაგრამ არავინ არ იცის, ჯერ მხოლოდ ცეპის გასწორება ამას უშველის, თუ კლაპნებიც დარტყმული არის. მოკლედ შევეშვათ ახლა საუბარს, უცებ წავიდეთ, გადავავლოთ წყალი და შევაგოროთ გარაჟში, შემდეგ კი გამოჩნდება ყველაფერი და ვნახოთ თუ რა ჭირს სამ მანქანას და შევძლებთ თუ არა მის გაკეთებას. აი როგორც იქნა შემოვათრიე აქ ჩვენი მკვდარი მანქანა. მაინც ყოველი შემთხვევისთვის უბრალოდ ვისაც აინტერესებს ამ დროს, როდესაც ასეთი პრობლემა არის, თუ რა შეცდომები შეიძლება იყოს დამახსოვრებული ჩვენს მართვის ბლოგში, ანუ როგორც თქვენ ეძახით კომპიუტერში, შევაერთე დიაგნოსტიკა და სამწუხაროდ არანაირი კოდი არ აგვაქვს დამახსოვრებული, არანაირი შეცდომა არ არის, ჩემის აზრით, ალბათ პროფილაქტიკაში სადაც ყავდათ მიყვანილი, იქ უკვე წაშალეს, თორემ უნდა იყოს წესით დამახსოვრებული შეცდომები. თუ ნაყურები გაქვთ იმ ვიდეოზე, ლურჯი Polo-s ვიდეოზე, რომელსაც ზუსტად იგივე იდენტური პრობლემა ქონდა, ალბათ გეცოდინებათ თუ რა შეცდომები იყო დამახსოვრებული მართვის ბლოგში. ვისაც არა გაქვთ ნაყურები და ვინც ამ ვიდეოს უყურებთ და მსგავსი პრობლემა გაინტერესებთ, მე უბრალოდ კითხვას დაგისმევთ, რომ ვინც ძალიან ვერ ერკვევა სიტყვაზე ვიძახი ასეთ რაღაცეებში, ხოლო ინტერესი აქვს ამ ყველაფრისადმი, უბრალოდ შეგიძლიათ ახლა პაუზაზე დააყენოთ ვიდეო და ამ კითხვას უპასუხოთ, რომ რა შეცდომები შეიძლება იყოს დამახსოვრებული მართვის ბლოგში ძრავთან დაკავშირებული. აი თქვენ რას ფიქრობთ? შეგიძლიათ პაუზაზე დააყენოთ, ხოლო შემდეგ გააგრძელოთ. მოკლედ, რა შეცდომები შეიძლება იყოს დამახსოვრებული? ეს არის, რა თქმა უნდა, რასპრედვალის სენსორის და კალენვალის სენსორის შეცდომები, რომელიც ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული და როდესაც მეტკა ირევა, ანუ ნიშნული ირევა სხვადასხვა მიზეზების და გამო, არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ცეპის გაწელვა თუ იქ დამჭიმი თუ რაც არ უნდა იყოს, შეცდომებს აფიქსირებს და ჩვენს მართვის ბლოგს უგზავნის რასპრედვალის სენსორი და კალენვალის სენსორები ქვემოდან, რომ არ ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს და ეგრეთ წოდებული, ასე უხეშად რო ვთქვათ, ზაჟიგანი არის, არეული
და ჩვენი ძრავი არ იქოქება ამის გამო. აი ეს შეცდომები შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ არ არის, რადგანაც ვიღაცამ ალბათ წაშალა. მოკლედ, ეხლა რას გავაკეთებთ ჩვენ? ეხლა შევეცდები, დავატრიალო კალენვალი ხელით, გავასწოროთ ქვემოთ კალენვალის მეტკა, ხოლო აი ამ ჩვენი ხელსაწყოს მეშვეობით, ეხლა რომელი იყო? აი ესენი ავიღოთ ეს ორი. ამ ხელსაწყოების მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი გასწორედვალები დგას თუ არა სწორად და მეტკა ემთხვევა თუ არა. რაც სავარაუდოდ 99.9%-ით არ დაემთხვევა. ასევე ვისაც გაინტერესებთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ამ დროს რა ხდება, ეხლავე გაჩვენებთ, როდესაც ვცდილობთ ძრავის დაქოქვას. წესით სიმართლედ გითხრათ, არ მინდა რომ ძალიან ვაწვალო და რაღაცა ისედაც მკვდარია და ძალიან რო გავანადგუროთ რაღაც ძრავში, მაგრამ არ აუშავს თქვენი გულისთვის ვცადოთ და აი ნახეთ. თუ რას აკეთებს ამ დროს. აი მეც არ დავატრიალებ, რომ ძალიან არ ვაწვალო. არ ვიცი ხა გაიგეთ თუ არა ვიდეოში რამდენად კარგად ისმის ეს ყველაფერი. ოდნავ თითქოს და ცდილობს წამოქოქვას. ტრიალებს და რა თქმა უნდა არანაირი დაქოქვის ნიშნები არ აქვს, მაგრამ ოდნავ აი რომელიღაცა ცილინდრზე რაღაც ისეთი ხმა არის, თითქოს აი საწვავი არ მოდის ან რაღაც. ეს ცუდია ახლა თუ კარგია. მე გეტყვით რომ ეს არის კარგი, რადგანაც ესე იგი რაღაცა კომპრესიის ნიშნები გვაქვს და ეს კარგი, იმიტომ შეიძლება იყოს, რომ ჩვენი კლაპნები არ არის მაშინ გაღუნული, მაგ შემთხვევაში ჯერ 100%-ით არაფერი არ ვიცით. ეხლა ყველაფერს დავშლით, შევხედავთ და ამის შემდეგ ვნახოთ თუ რა დასკვნებს გამოვიდათ ამ ყველაფრიდან. თუ გაღუნული არ იქნება კლაპნები და მხოლოდ ცეპი შეცვლა უშველის, როგორც წინა პოლოს შემთხვევაში, ეს ძალიან კარგი იქნება. მოკლედ, წავიდა. ესეც ასე, ცოტათი გავითავისუფლე ადგილი, რომ მივსულიყავით ჩვენი რასპრედულების მეტგასთან და შეგვემოწმებია ისინი. ეხლა გაჩვენებთ თუ რა მდგომარეობა არის აქ. როდესაც ძრავს ვატრიალებთ, კალენვალს, როდესაც ვატრიალებთ, ჩვეულებრივად აი ესე ხელით ключით, ამაზე რამდენიანი არის, აი ასეთი 18-იანი, ესეთ ბევრი კვილი რო აქვს. ამას დავაყენებ და ჩვეულებრივად, როდესაც ხელით ვატრიალებთ კალენვალს, ეტრიალებს ძრავი, ხელში უგრძნობთ, რომ გვეწინააღმდეგება, ანუ კომპრესია არის სამივე ცილინდრში. რადგანაც ამას სამწუხაროდ აქედან ეს ნიშნული არ აქვს კალენვალის შკივს, სანამ არ გავხსნით მთლიანად ამ საფარს, მანამდე მოხსენი უბრალოდ პირველი სვეჩი, ჩავაგდეთ შიგნით აი ასე უბრალოდ სახრახნისი და დატრიალების დროს, როდესაც ყველაზე მაღალ წერტილზე ამოვა ჩვენი პორშინი, შეგვიძლია შევადაროთ ნიშნულები რასპრედვალის. ზუსტად აი ასე უნდა იდგეს, იმედი მაქვს რომ დაინახავთ. ზუსტად აი ასე უნდა იდგეს ჭრილები ჩვენი რასპრედვალის ორივე მხარეს. ხოლო მარცხენა მხარეს ხედავთ თუ რამდენად არის შეცვლილი. ეხლა ავიღოთ უბრალოდ ჩვენი სპეციალური ხელსაწყო და აი ეს არის თავისი ორიგინალი, რითიც შეგვიძლია ეს დავანცოთ, რომ ზეთი არ წამოვიდეს და ჩვეულებრივად გადავუჭერთ იქ
სამაგრი ბოლტით, რომელიც უყენია. აი ეს არის ჩვენი მეთქის გასასწორებელი ხელსაწყო, რომელიც როგორც ხედავთ, ჩაჯდა. ეხლა რომ ავიღო მე ამის სამაგრი ეს ბოლტი, შეუულებრივად აი ასე შემიძლია, აი ესე გადავუჭირო ამას. რაც მარცხენა მხარეს გამშვები რასპრედვალის მხარეს ასეთი რაღაც არ ხდება და რატომ? როგორც ხედავთ, აი ამას ეს კბილი აქვს და როდესაც აქ ვცდილობ ჩასმას ერთი წამით აი ასე დგას. ხედავთ, როგორი სხვაობა არის. ანუ მეტკა არეულია. მაგრამ ჩემ დასაბედნიეროდ და ასე ვისაც მსგავსი პრობლემა გააქვთ, თუ შეგექმნათ და ასე ძალიან არ არის მეტკა არეული, მაშინ კარგი არის, რადგანაც კლაპნები დარტყმული არ არის პორშინზე და გაღუნული არა, როგორც ჩვენი წინა ბოლო შემთხვევაში იყო. მოკლედ, კიდევ რისი თქმა მინდა, ვინმეს რომ არ შეგეშალოთ, ეს დატრიალება კალენვალის გააკეთეთ ორჯერ. შეიძლება პირველზე არ ემთხვეოდეს, დაატრიალეთ მეორეჯერ. როდესაც თქვენი პორშინი იქნება მაქსიმალურად ზემოთ ამოწეული, შეადარეთ ისევ. თუ იმ შემთხვევაშიც არ ემთხვევა, ანუ ერთხელ დატრიალების დროს არ ემთხვევა, მეორეჯერ დატრიალების დროს მაინც არ ემთხვევა, ესე იგი არეულია მეტკები. ეხლა ჩვენ რას ვიზავთ? უნდა ჩამოვშალო მთლიანად აქეთა მხარე, ეს სამაგრი ყველაფერი მოხსნათ ყველა ეს როლიკები, მოხსნათ რემენი, ჩამოვშალოთ ეს მთლიანად, რომ დავინახოთ უკვე ჩვენი ცეპი მთლიანად ღიად. როდესაც ცეპს დავინახავთ ღიად, სწორედ მაშინ შევძლებთ ქვედა კალენვალის მეტკის გასწორებას. რადგანაც შიგნით ჩანს კბილანებში მეტკის გასასწორებელი წერტილი, ანუ სადაც უნდა გავასწოროთ ჩვენი ნიშნული, ხოლო გარედან სამწუხაროდ არა აქვს. აი შეხედეთ, ეს არის გახსნილ მდგომარეობაში და როდესაც ზემოთ ორივე ეს ჩვენი ხელსაწყო ჩაჯდება და გასწორებულია ჩვენი რასპრედვალები, მაშინ კალენვალზე გავასწორებთ აი ამ კბილანებს, სადაც სამწუხაროდ ფოკუსირებას ატვარაკეთებს, აი ჩანს ისრებით, რომ ორი წერტილი აქვს, როდესაც გავხსნით, გაჩვენებთ, ესენი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. როდესაც ესენი ერთმანეთს უყურებდეს იქნება, ესე იგი ჩვენი კალენვალის მეტკა გასწორებულია და შეგვიძლია შევადაროთ რასპრედვალისას. ეს ყოველი შემთხვევისთვის რომ არ აგერიოთ გასწორების დროს. მოკლედ, მორჩეთ საუბარს და გავაგრძელოთ დაშლა. მივიდეთ იქამდე, რომ დავინახოთ ცეპი, თუ რა დონეზე არის მოშვებული, რა ხდება, რადგანაც ამ ძრავებზე ეს პრობლემა ძალიან ხშირია, მაგრამ ცეპის დამჭიმს არ აქვს ხოლმე პრობლემა, რა ცეპის დამჭიმის გამო არ ხდება, ან ცეპი იწელება, ან კბილანები არის მოცვეთილი, ან თვითონ ის ბაშმაკები, რაშიც მოძრაობს ჩვენი ცეპი პლასმასები, ანუ აი ასეთი, აი ეს პლასმასები, რაშიც მოძრაობს, ესენი იცვითება ხოლმე. მოკლედ, ჩამოვშალოთ და ვნახოთ რა ხდება შიგნით. დაახლოებით ალბათ ასე 2 საათის მუშაობის შემდეგ ხედავთ, რომ ჩამოხსნილია მთელი გვერდი ძრავის და უკვე ჩანს ჩვენი ცეპი. ცოტა უფრო სწრაფადაც შეიძლებოდა პრინციპში დაშლა, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს ბოლტები, რაც ამაზე აყენია, ძალიან ისეთი რთული მოსახსნელიაო ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ასეთი შესტიგრანნიკები თუ რავი რასაც ეძახით, ზოგჯერ ეჭმევა ხოლმე თავი და დაახლოებით 3 ბოლტი იყო ასეთი, ამიტომ მოითხოვა ბევრი წვალება და დრო. აი ახლა ყველაზე მთავარი. რატომ არ იქოქება ჩვენი ძრავი? ოდნავი, ამის აი ეს ოდნავი თამაშიც კი, აი ეს სულ ოდნავი თამაშიც კი საკმარისია იმისთვის, რომ უცებ ერთი კბილით გადახტეს ჩვენი ცეპი და აირიოს მეტკა.
ამიტომ მოგვიწევს ახალი ცეპის დაყენება. ხედავთ ეს დამჭიმი მუშაობს, მაგრამ უფრო მყარად უნდა იყოს, უფრო მყარად უნდა კონდეს დაჭიმული ცეპი. ამიტომ აი ესე დაახლოებით აი ხელით რამდენადაც შემიძლია ესე თამაშობს ჩვენი ცეპი. ეხლა მოდით დავშალოთ, მოხსნათ ეს ცეპი, მოხსნათ ეს ბაშმაკები, ჩავხედოთ ამ პლასმასებს თუ რა მდგომარეობაში არის ისინი. და კიდევ უფრო დეტალურად ვნახოთ თუ რატო არის ასე ოდნავ ჩვენი ცეპი მოშვებული. ჩამოიშალა მთელი ცეპი, როგორც ხედავთ, თვითონ ვარსკვლავებზე ზემოდან თვალი და თვალიერების დროს არანაირი ისეთი მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება, ასევე ქვედა ვარსკვლავსაც. რაც შეეხება ბაშმაკებს, ბაშმაკები არის აგერ ეს პლასმასები, რაშიც მოძრაობს ჩვენი ცეპი, ორივე რომ დავათვალიეროთ, თვალით და თვალიერებისას არანაირი ისეთი ზედაპირული დაზიანებები არ აღენიშნება ამასაც. ზედას აქვს ოდნავი აი ესეთი ზოლები, აი ოდნავ აი ესე ზოლები აქვს, მაგრამ ამას ძალიან დიდი დატვირთვა არ აქვს. სამწუხაროდ ამ დეტალის ინტერნეტში შეკვეთა შეუძლებელია, არ არის ფიზიკურად. Volkswagen-ში თუ აიღებთ ან Audi-ში, მაგრამ ამას არ გავაახლებთ, იმიტომ რომ არანაირი აზრი არ აქვს ამის შეცვლას. განახლდება ეს ორი პლასმასი, რაშიც ცეპი მოძრაობს, განახლდება ცეპი, რა თქმა უნდა, და როგორც გითხარით, ეს ორი ვარსკვლავი შეიცვლება და დაყენდება ახალი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო, მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ვისაც გაინტერესებთ, თუ რამდენი აქვს გარბენი ამ ავტომობილს და რა გარბენზე დაემართა ეს ცეპის პრობლემა და მეტკების არევა. 86,000 აქვს გარბენი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ არ არის ეს რაღაც არანორმალური გარბენი. შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ 1 და 2-იანი მოცულობის ძრავისთვის ან 3 ცილინდრიანი ძრავისთვის უკვე ბევრი იყოს, მაგრამ ცეპთან დაკავშირებით ასე არ არის. 86,000 არ უნდა გაწელილი იყო წესით ცეპი, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ არა უშავს, ვინ იცის თუ როგორ პირობებშია გამოყენებული და როგორ დადიოდა მისი პატრონი. ეხლა ჩემი ერთადერთი დავალება რაც არის, რომ მაქსიმალურად დაბალი ბიუჯეტით, რაც შეიძლება მინიმალური დანახარჯებით შევიძინო ამ ავტომობილისთვის ეს დეტალები ეხლა რაც გითხარით, ცეპთან დაკავშირებული, რომ ძალიან ბევრი თანხა არ დავხარჯოთ ისე, დავაყენოთ, ოღონდ ყველაფერი ისე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რომ მისი მომავალი პატრონი, ვინც ივლისს ამით არ დაზარალდეს. ხოლო თუ რა გადავიხადე ამ ავტომობილში და რა დაждდება ეს ნაწილები და მთლიანობაში რა დაждდება გაკეთებიანად, ამას უკვე შემდეგ ბოლოს ვიდეოში ვიტყვი, როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით. მე კი დღეს ამით დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.